იმიტომ რომ ნამრავლი უნდა დარჩეს იგივე. და დენის ძალა თუ 10-ჯერ შემცირდება, მერე გვეკითხებიან აქ დანაკარგი რა იქნება? ერთი წუთით. დიახ. გადამცემ ხაზში სითბური დანაკარგი. ხო, ანუ ერი თუ არის ამ გადამცემი ხაზის წინაღობა, ეს შეიძლება იყოს მრავალი კილომეტრი, 100 კილომეტრი ან 1000, რა ვიცი. და ძალიან დიდი დანაკარგი გამოვა ძალიან პატარა დენი თუ არ იქ. აი ამას ებრძვიან, რომ არ დაიკარგოს ბევრი. იმიტომ რომ ეს უბრალო ეს არის ჰაერში მიდის ეს სიტყვა. ესე იგი პირველ შემთხვევაში დენი 10-ჯერ მეტია ვიდრე მეორე შემთხვევაში და დენის კვადრატი i კვადრატ erია დანაკარგი. დენის კვადრატი იქნება 100-ჯერ მეტი პირველ შემთხვევაში და მეორე შემთხვევაში 100-ჯერ ნაკლები. ამიტომ დანაკარგი მეორე შემთხვევაში იქნება 100-ჯერ ნაკლები. გასაგებია მას, მაგრამ 5 რო ჩავწეროთ ეგრე არ შეგვიძლია ეგ სითბოს ფორმულა. რომელი სიტყვის აქ გამოყოფილი? დიახ. ოღონდ ეს სხვა უა, რა თქმა უნდა შეგვიძლია. ეს არის ამაზე ამ ხაზზე ძაბვის ვარდნა. U2 არ იქნება? არა, კაცო, ეს არის U1 ან U2, იმის მიხედვით გადაცემის ძაბვა არის ხაზსა და დედამიწას შორის. კი და ბატონო. აქ მაშინაც კი. არის I2, რომელიც არის ძაბვის დანაკარგი ამ გზაზე. და იმას ამცირებენ ზუსტად. ანუ ეს სხვა ძაბვაა და ეს სხვა ძაბვაა. გასკები. მადლობა. გადაცემის ძაბვა ქვია აი ამ ვერტიკალურ ძაბვას. ხაზსა და დედამიწას შორის. ამიტომ როცა დაინახავთ ეგეთ ხაზს და დედამიწაზე რო დგახართ, აქ ხელი არ მოკიდოთ ზევით არასოდეს. ნუ ვერ მოკიდებთ, იმიტომ რომ არის 20 მეტრ სიმაღლეზე როგორც ეს. კარგი. შემდეგი მას ეს კარგად ვერ გავიგე, თავიდან რო ახსენს შეგიძლიათ? რა ვერ გაიგე ეს გადაცემა? დიახ, მას არის გადაცემა რაც ელაპარაკეთ. ესე იგი ელექტროსადგურიდან შემოდის რაღაც სიმძლავრე და მე შემიძლია ეს სიმძლავრე გადავწე რა ძაბვითაც შემოდის, იმავე ძაბვით გადავწე. და ეს ძაბვა ელექტროსადგურიდან შემოსული არის ხოლმე პატარა, ну მაგალითად 200 ვოლტი ან 100 ვოლტი, აი ესეთი ძაბვა. და სიმძლავრე რადგან აი ამ ნამრავს უდრის, პატარა ძაბვა თუ იქნა, დენის ძალა აი აქ გამავალი, რომელიც ხაზში გადის, გამოვა დიდი. და მე თუ მოვახერხე და ძაბვა გავზარდე, მაშინ დენის ძალა ავტომატურად შემცირდება, იმიტომ რომ ნამრავლი უნდა იყოს ისევ პესტოლი. ანუ სიმძლავრე რჩება ხომ ასე იგივე? სიმძლავრე იგივე რჩება, აბა ხო არ გაიზრდება სიმძლავრე. ხო. რა სიმძლავრეც მოგვცა ელექტროსადგურმა, ის სიმძლავრე იქნება ქალაქში მიწოდებული, ოღონდ გზაში იქნება დანაკარგი. და აი ეს დანაკარგი გვინდა შევამციროთ. აი ეს i კვადრატ r. და i მით უფრო ნაკლები იქნება, რაც უფრო გავზრდი ძაბვას და ამისათვის ვიყენებ ტრანსფორმატორს. რომ აქედან 100 და 200 ვოლტი რომ მივიღე, ამით კი არ გადავწე, არამედ აი 110 კილოვოლტით ან მილიონი ვოლტით გადავწე ან რაღაც ეგეთი. და მაშინ დენის ძალა მცირდება და i კვადრატი შეიძლება მივიღო ძალიან პატარა და დანაკარგი იქნება პატარა. გასაგებია მას. ეს არის პრინციპი. ხო, სხვანაირად მუხტი არის აჩქარებული თუ მაგნიტი არის აჩქარებული. გამოსხივება მაინც ხდება. როცა აჩქარებულია. ნუ ან შენელებული. თანაბრად თუ მოძრაობს არ გამოსხივდება. და ამ გამოსხივების დაჭერა ძალიან ძნელია, არ გეგონოთ რომ ადვილია ანუ ეს არის რა ქვია, დიდი აჩქარება უნდა იყოს, რომ სერიოზული ენერგია გამოსხივდეს. დიდი აჩქარება ის არ არის, რაც ჩვენ მიჩვეული რო ვართ, ჟ და რამეები, ეგრე არა. გაცილებით დიდი რა. მილიონჯერ მეტი და რაღაც ეგეთი. ველის შეცვლა არ არის საჭირო იმისთვის, რომ ელექტრული ველით შეიცვალოს და მე ტალღა გამოსხივდეს?
მაგნიტური ველი, ხო და ცვლადი მაგნიტური ველი ქმნის ზუსტად ცვლად ელექტრულ ველს და მერე წარმოშობა ტალღა. აქ მეორე ის არ გვაქვს მაგნიტი ან რაღაც რომ შეცვალოს და ესე უბრალოდ თუ იმოძრავებს მაინც იქნება. არა, თვითონ მაგნიტი თავისი მაგნიტური ველი ხო აქვს? და მაგნიტი რომ მოძრაობს, ეს მაგნიტური ველი იცვლება სივრცეში. კი ბატონო. და სივრცეშივე იქვე წარმოიშვება ელექტრული ველი, ну, ასეთ თვისება აქვს რა. რომ ცვლადი მაგნიტური ველი წარმოშობს შეკრულ, ანუ როგორ? ხო, ანუ გრიგალისებურ ელექტრულ ველს წარმოშობს და ეგ არის ელექტრომაგნიტური ტალღა. ხო, მარიამ, რამე გინდოდა შენ? მას მე ერთი ამცანა მაინტერესებს, ისევ ჩავაგდე კლასით ჩატში თუ შეიძლება რომ ნახოთ. ის არის ვიპოვე ეს წიგნი და შემიძლია წიგნში ვნახოთ თუ წიგნისაა. არა, წიგნის არ არის. სად ჩააგდე? დიოდი როა? დიახ. ცვლადი დენის წრეში ჩართული R წინაღობის რეზისტორი და იდეალური დიოდი. მოკლედ ესეთი ნახატია. შენ რაღაც დიოდი არ გიყვარს, ისე გატყვი. მას კვიზებში არ შემხვედრია და შევა ეხლა? ძველ კვიზებში ხო იყო და შეიძლება შევიდეს. დიოდი რა არის? რამე არ გეგონოს. ერთ მხარეს ატარებს, აი სადაც აი დავხატავ და აგიხსნი. აი აქ არის ერი და მერე არის დიოდი. და დიოდი იხატება ნახე როგორ სტილიზებული ის არია, რომ აქეთ მხარეს ატარებს რა. და აქედან აღარ ატარებს, აი სტილიზებული კედელია. აი ამას ნიშნავს დიოდი. რომ ერთ მხარეს ატარებს, აი A-დან B-სკენ თუ მიდის დენი, ეს ატარებს როგორც მავთული, ჩვენ კარგად ატარებს, წინაღობა 0-ია. მაგრამ აქედან წამოსულ დენს არ ატარებს, აი ხდება კედელი. ეს არის დიოდი. რამე არ გეგონოს, უბრალოდ ერთ მხარეს ატარებს და მეორე მხარეს არ ატარებს. როგორ არის გაკეთებული, ეგ სხვა საქმეა, მაგას დავანებოთ თავი ხარ გვინდა. ესე იგი, წრეში ჩართული R წინაღობის რეზისტორი და იდეალური დიოდი. იდეალური დიოდი ნიშნავს, რომ თვითონ წინაღობა არ აქვს არანაირი. ძაბვა AB ბოლოებზე იცვლება კანონით U0 სინუს ომეგა T. ანუ აქ არის U0 სინუს ომეგა T, UAB. სინუს ომეგა T. და აქედან ჩანს, რომ ეს არის, რა ქვია, ეს ცდილ, ესე იგი, ხო ზევით ქვევით ადის ჩადის, ანუ უარყოფით მნიშვნელობებსაც იღებს ეს ძაბვა და ეგ ნიშნავს, რომ დენი ხან იქიდან აქედან იქით მიდის, ხან იქიდან აქეთ. ანუ დიოდი რო არ იყოს, დენი ივლიდა იქიდან აქეთ და აქედან იქით, ორივე მხარეს. და დიოდი რას აკეთებს? მარტო იქით გადის, მერე აქეთ აღარ უშვებს. მერე კიდე იქით გადის, აქეთ აღარ უშვებს. მერე იქით გადის, აქეთ აღარ უშვებს. აი ამას აკეთებს. ანუ ნახევარი პერიოდის განმავლობაში, აი როცა ძაბვა არის დადებითი, აი ამ ნახევარი პერიოდის განმავლობაში უშვებს დიოდი და ამ იმაში არ უშვებს დენს რა. ანუ დენი გადის მარტო T ნახევრის განმავლობაში. გასაგებია? ამიტომ რამდენი გამოიყოფა სითბო იმასთან შედარებით, რაც გამოიყოფოდა დიოდის გარეშე? ზუსტად ნახევარი არ გამოიყოფა? დიახ. ხო, იმიტომ რომ ნახევარი დროის განმავლობაში არ უშვებს, ანუ სიმეტრიული ნახევარი დროის განმავლობაში არ უშვებს. და მაშინ პერიოდის განმავლობაში აი ესეთი სიტუაცია გვაქვს, აი ესე გვაქვს სინამდვილეში, ესე და მერე 0. იმიტომ რომ ეს აღარ უშვებს. და მაშინ გამოყოფილი სითბოს რაოდენობა იქნება, რა იქნებოდა მთლიანი რო ყოფილიყო. მთლიანი რო ყოფილიყო, ანუ მთელი სინუსოიდა, მაშინ იქნებოდა U ეფექტურის კვადრატი გაყოფილი R-ზე და გამრავლებული მთლიან იმაზე პერიოდზე. ესე იქნებოდა, ხო, გამოყოფილი სითბო. და ეხლა იქნება ამის ნახევარი, აი ეს იქნება გამოყოფილი. და ეს უდრის
უეფექტური არის u0-ის კვადრატი გაყოფილი 2-ზე, ანუ u0-ის კვადრატი მეოთხედი rt. აი ეს იქნება გამოყოფილი, როცა დიოდი არის ჩართული და ნახევარი სითბო გამოიღო. ეხლა ეს უნდა გავამრავლოთ ახალ უეფექტური, ეს უეფექტური არის მთლიანი სინუსოიდა რო ყოფილიყო. და ახალი უეფექტური რა იქნება? იმას გვეკითხებენ, ანუ ეს უნდა გაუტოლოთ უეფექტური რაღაცა 1 კვადრატში გაყოფილი r-ზე და გამრავლებული t-ზე. ანუ გამოდის რომ ეს უეფექტური 1 არის აი აქედან ფესვი. ანუ გამოდის u0 ნახევარი პასუხი. მოდი კიდე ერთხელ გავიაროთ. ესე იგი, სითბო რომელიც გამოიყოფა ამ სქემაში არის ზუსტად ორჯერ ნაკლები, ვიდრე გამოიყოფოდა დიოდის გარეშე. იმიტომ რომ უკან დენს აღარ ატარებს. დიოდის გარეშე გამოყოფილი სითბო იქნებოდა ისა რა ქვია, მოდი კიდე ერთხელ დავწერ, რომ გასაგები იყოს. დიოდის გარეშე გამოყოფილი სითბო იმ უეფექტურს არ შემოვიტან იმ პირველ უეფექტურს. დიოდის გარეშე რო ყოფილიყო, იქნებოდა სითბო ასეთი. u0 კვადრატი მეორედი, t-r. ეს გასაგებია რატო? იმიტომ რომ u0 ფესვი 2-თან იქნებოდა ეფექტური მნიშვნელობა. გასაგებია. ეს არის რაც დიოდის გარეშე იქნებოდა. ახლა დიოდი რო არის, რა იქნება? ამის ნახევარი. ანუ აქ მეორედის მაგივრად იქნება მეოთხედი. აი ეს გამოიყოფა. და ეს თავის მხრივ უდრის უეფექტურის კვადრატი t-r-ზე. და გამოდის რომ უეფექტური არის აი აქედან ფესვი. და u0 ნახევარი. გასაგებია მას. ხო, კარგი. მას კიდე მაინტერესებს რაღაც. ხო, აბა. მე მაინტერესებს რა არის ელექტრომაგნიტური ტალღების სკალა. ეგ წიგნში, აი წიგნი სპეციალურად მოვიძიეთ გედენიძის, ტალღების სკალა წერია წიგნში, ანუ ეს არის 150 გვერდი, გააქვთ გედენიძის წიგნი ახლა თან. მაქვს მას. აი 150 გვერდზე ნახე. ელექტრომაგნიტური ტალღების კლასიფიკაცია წერია ცხრილია და მეორე გვერდზე 151-ზე არის ნახატია რა დიაპაზონის მიხედვით. ასე იგი რაღაც დიაპაზონები, როგორი ესე იგი სხვადასხვა ტალღები რა დიაპაზონში არის. აი აქ არის ეს ჩამონათვალი, ყველა ტალღა აქ არის და ისე ჩვენ რაც ვხატავთ ხოლმე დაფაზე რომ დავხატეთ ეს რაღაცა არის ასეთი. ესე იგი ტალღის სიგრძის ან სიხშირის ზრდის მიხედვით უნდა დაალაგო. ტალღის სიგრძე და სიხშირე უკუპროპორციულია ერთმანეთს. ტალღის სიგრძე თუ იზრდება, სიხშირე კლებულობს. ანუ ასე ვხატავთ ხოლმე ამ სიტუაციას, რომ აქეთ იზრდება ტალღის სიგრძე და უკან იზრდება სიხშირე. აი ესე ვხატავთ. ეს არ არის აუცილებელი ასე რომ დახატო, მაგრამ მე მგონი გასაგებია. ანუ თუ გვინდა რომ სიხშირე იზრდებოდეს, აქედან მოვყვებით და თუ გვინდა რომ ტალღის სიგრძე იზრდებოდეს, აქედან იქით მივყვებით. ყველაზე მაღალი სიხშირეები არის გამა-გამოსხივება. ეს არის ატომური აფეთქების და ბირთვული აფეთქების დროს, რაც ხდება, ხალხს რო ხოცავს გამოსხივების ხარჯზე. ის კი არა აფეთქების გამო მან რა ქვია წარმოშობილმა რაღაცა გრევამ მოკლა, არამედ გამოსხივება. აი ეს გამოსხივებაა, გამა. ეგრევე ქვია, გამა-გამოსხივება. ეს არის ძალიან დიდი ენერგიის ფოტონები, ანუ წვავს ადამიანს ცოცხლად. შემდეგი ამაზე ნაკლები, მაგრამ ასევე საშიში არის რენტგენის გამოსხივება. რენტგენის გამოსხივება დიდი დოზით სასიკვდილოა. უბრალოდ ჩვენ სურათს რო ვიღებთ რენტგენის სურათს, იქ ერთხელ გადაგვიღებენ და ძალიან ცოტა ხანი არის ჩართული.
დიდხანს რო დაგვასხიონ, ამითიც მოგდება ადამიანი. შემდეგი არის ულტრაისფერი. ულტრაისფერი, ეს არის რო ირუჯება კაცი, წამოწოლილი არის ნაპირზე და ირუჯება. აი ეს არის ულტრაისფერი, ანუ ასევე დიდი ენერგიის გამოსხება, კანს წვავს. ეგ არის გარუჯვა. მერე მოდის ხილული სინათლე. ხილული. და მერე მოდის ინფრაწითელი და იქ კლასიფიკაცია გრძელდება. მერე არის მიკროტალღები, სატელევიზიო და რადიო ტალღები. მოკლედ აი აქედან და რადიო ტალღები თავდება. აი ეს არის თუ ტალღის სიგრძე იზრდება. და პირიქით, თუ ტალღის სიგრძე მცირდება და იზრდება სიხშირე, მაშინ უკუღმა თანმიმდევრობა უნდა ვთქვათ. ეხლა აქ არის მთავარი მაინც თვითონ ხილულ სინათლეში, ხილულში არის 7 ფერის თანმიმდევრობა და ეს თანმიმდევრობა უნდა დაიმახსოვროთ. ანუ მინდა რა ქვია, ტალღის სიგრძის ზრდის მიხედვით ეს არის ის ფერი, მერე მოდის ლურჯი, მერე მოდის ცისფერი, მერე მოდის, ანუ ეს აქ ახლოს არის ერთმანეთთან ეს სიხშირეები. ცისფერი, მერე მწვანე არის შუაში, მერე ყვითელი, ნარინჯისფერი და ბოლოს წითელი. აი ეს არის 7 ფერი სისარტყელასი. ესენი უნდა გახსოვდეს თანმიმდევრობა, იმიტომ რომ იქ შეიძლება კითხვა იყოს, რომელიღაც წლებში ადრე იყო ეგეთი კითხვები. რომ აი ჩამოთნათვალი იყო ფერების და რომელი არის სწორი თანმიმდევრობით დალაგებული. ეს შეიძლება იყოს დალაგებული ტალღის სიგრძის ზრდის მიხედვით და შეიძლება კლების მიხედვით. გასაგებია, ხო? ანუ უნდა მიხვდე რომელია სწორი. ან რომელია არასწორი, არ ვიცი რა კითხვა იქნება. ხო, მოკლედ ესაა. რაო, სინათლე როგორც ელექტრომაგნიტური ტალღა, ამაზე რა შეიძლება მოვიდეს მას? მარტო აი ეს, რომ ლამბდა F არის C. ანუ ტალღის სიჩქარის ტოლი. ინტერფერენცია არ შედის. ნუ ეკო კიდე. ანუ აირეკლა და უკან მოვიდა. დრო, რა დროში მოვა? T უდრის 2L გაყოფილი C-ზე. აი ეს არის. 8-15 გავარჩიო თუ? რა არის ეს 8-15 ახლა ძალიან რთულები არ გვინდა რა დღეს, იმიტომ რომ მთელი დღე მაგას მოუნდებით. 8-15 არის ესა შერეული წრედია. ეხლა არ გვინდა, მგონი გარჩეული გვაქვს კიდევაც კლასში. არა, ეხლა არ გვინდა ამის გარჩევა, ვერ მოვასწრებთ უბრალოდ რა. თუ არ არის მეტი კითხვა, კი ბატონო გავარჩიოთ. ცვლადი დენის გენერატორი არის ჩარჩო რო ბრუნავს და ელექტრომაგნიტური ისა ელექტრომამოძრავებელი ძალა რო წარმოიშვება. ეგ არის ცვლადი დენის გენერატორი. მიხდით? გახსოვთ რა არის? N B ომეგა. როგორ? ანუ ნაკადი ხო არის კოსინუსით შეშეთხოვაში და ეფსილონი სინუსით გამოდის, ხო? რა წარმოებულია? ხო, მაგრამ ეგ პირობითი არის ეგ და ყველაფერი. კი ბატონო, ის თუ კოსინუსით არის, ეს წარმოებული სინუსით იქნება. ანუ აქ მაგალითად სინუს ომეგა. ხვისში იყო რაღაცა ეგეთი ამოცანა, რომ მაქსიმალურ მნიშვნელობას როდის აღწევსო, ანუ შეღეთ ბრუნავდა რაღაც ჩარჩო, მართკუთხედის ფორმის ჩარჩო მაგნიტურ ველში. და კითხვა იყო, რომ როდის აღწევს მაქსიმალურ მნიშვნელობას ისაო, ასეც დენიოდეს. და მან თუ არ ვიცით კოსინუსით არის თუ სინუსით განსაზღვრული, კუთხე როგორ უნდა დავადგინოთ, კუთხეები იყო ვარიანტები 90, 0 და რაღაცა ისე. ხო და მაქსიმუმს აღწევს, როცა ეს არის, რა ქვია, შენ ამპლიტუდა უნდა ნახო რა იქნება რა, ომეგა გადმოვიდოდა წინ წარმოებულში. აი ეს იქნება მაქსიმუმი. ამას ამბობ, თუ კუთხე რა იქნება ამ დროს. კუთხე იქნება სინუსი უნდა გამოვიდეს 1 სტოლი რა.
ამას ამბობ მარიამ თუ კი, წეს მაგას ვეკითხებოდა. თუ არ არის მოცემული ესე იგი ზუსტად რომ სინუსით იცვლება თუ კოსინუსით, სტანდარტი ეგეთია რომ φ იცვლება კოსინუსით, φ არის φ0 კოსინუს ომეგა t და ეფსილონი იცვლება სინუსით, ეფსილონ0 სინუს ომეგა t. აი ეს არის სტანდარტი და შეიძლება იყოს მოცემული რომ φ0 იცვლება სინუსით და მაშინ ეფსილონი შეიცვლება კოსინუსით. ეგრეთ მაინტერესებდა მადლობა. ხო, კარგი. კარგი, კიდე რა ხდება? გიგის რაღაც კითხვა აქვს. გამარჯობას. გაგიმარჯოს. წინა წლის კვიზიდან მაქვს მე 17 კითხვა მას წაგითხოთ. ხო, წაიგითხე. ჰორიზონტალურ ზამბარაზე მიმაგრებული სხეული გადაწიეს წონასწორობის მდებარეობიდან და გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან რა დროის შემდეგ გაუტოლდება მეორედ ერთმანეთს მერქევის სხეულის კინეტიკური და ზამბარის პოტენციური ენერგიები. ხო. ესე იგი, როგორ ირხევა სხეული რა კანონით? თუ გადაწიეს ამპლიტუდაზე და ხელი გაუშვეს, ესე იგი x უდრის a კოსინუს ომეგა t. ეს გასაგებია რატო, ხო? t როცა ნულია, x არის გადაწეული, ამპლიტუდაზეა გადაწეული. ახლა, როდის არის ენერგიები ერთმანეთის ტოლი, კინეტიკური და პოტენციალური? როდესაც თითოეული მათგანი არის სრული ენერგიის ნახევარი. ესეც გასაგებია? დიახ. ანუ kx კვადრატ მეორედი უნდა იყოს სრული ენერგიის ნახევარი. სრული ენერგია ყოველთვის არის k a კვადრატ მეორედი. ანუ k a კვადრატ მეოთხედის ტოლი უნდა იყოს ეს. აი ეს არის პირობა. რომ მეორე ნახევარი მაშინ იქნება კინეტიკური ენერგია. და აქედან გამოდის k მეორედზე თუ შევკვეცავთ, რომ x-ი არის ну, მოდი ესე დავწეროთ, x კვადრატი არის a კვადრატ მეორედი. ანუ x-ი არის ან a გაყოფილი ფესვი 2-ზე, ან a გაყოფილი მინუს ფესვი 2-ზე. და ეგ რა ისინია, აი ზამბარის რხევა რო ავიღოთ. აი ეს არის ამპლიტუდა, ეს მინუს ამპლიტუდა, ანუ რა ადგილას იქნება? a გაყოფილი ფესვი 2-ზე არის ну, დაახლოებით 0.7-ია, აი ეს არის პირველი მდებარეობა და მერე აქ არის მეორე მდებარეობა მეორე მხარეს რა. a გაყოფილი ფესვი 2-ზე უნდა მინუს ნიშნი. და პირველი მდებარეობა არაო და მეორეში, აი აქ როდის მოვაო, აი ამას გვეკითხებიან. ეს არის გასაგები ახლა რა ვთქვი? დიახ. კარგი, ესე იგი მეორეში რა იქნება x-ი? x-ი უნდა ავიღოთ მინუს ნიშნით, ხო? ანუ x-ი გამოვა მინუს a გაყოფილი ფესვი 2-ზე. და მეორე მხრივ x-ი ხო უდრის აი ამ a კოსინუს ომეგა t-ს და გამოდის რომ კოსინუს ომეგა t არის მინუს 1 გაყოფილი ფესვი 2-ზე. ანუ თუ ერთეულოვანი წრეწირი ავიღეთ, რომელ ფაზაზე ხდება მინუს 1 გაყოფილი ფესვი 2-ზე? აი აქ. აი ეს არის ის წერტილი. ეს არის პირველი წერტილი, ეს მეორე. ანუ ომეგა t უდრის 3 π მეოთხედს. აი ეს არის ამის პასუხი. და დრო რა იქნება? ტოლი იქნება 3 მეოთხედი π გაყოფილი ომეგაზე, ხო? ამიტომ კიდე 2 π 2 ომეგაზე გავაკეთოთ, აი ეს არის t და გამოვა 3 მერვედი t. 3 მერვედი t იქნება პასუხი. ანუ პირველი წერტილი, სადაც ენერგიები ტოლი იქნება, არის t მერვედზე, მერე 3 t მერვედზე, მერე 5 t მერვედზე, მერე 7 t მერვედზე და ესე. გასაგებია. მადლობა. კარგი, ნიკოლოს რაღაც გინდოდა შენ დიდი ხანი. ყრუაშვილი აქ ხარ? აუ არ მესმე, ვინმეს გესმით რას ამბობს? დიახ, მას ესმის. კითხვა რაში მდგომარეობს? ბას ნიკოლოზის ხმა არ ისმის.
ხო და მაგას ვამბობ, რომ ხმა არ მესმის და აბა როგორ უპასუხო. მოიწეროს ნომერი ან რამე ჩატში. ნიკოლოზ, რამე მოიწერე? თუ ან გითხარი, ან მოგწერე გასო. და 2019 წლის მეორე ვარიანტის მეორე ამოცანა. აუ, ეგ საბნახო ახლა. აუ, მაგას ვერ ვნახავ. მეორე ვარიანტი საერთოდ არ მაქვს. რომელი ამოცანა არის? თუ ვინმე წამიკითხეთ რა, თუ გაქვთ გახსნილი. 2019 წლის მეორე ვარიანტის მეორე ამოცანა. მე მაქვს პირველი ვარიანტები. ვინმეს არა გაქვთ მეორე ვარიანტი 2019 წლის. წაიკითხოთ ახლა იმას. აბა წამიკითხეთ. ხევითი კონტურის კოჭაში მაქსიმალური დენის ძალა I. მაშინ, როდესაც კონდენსატორის ენერგია კოჭას ენერგიას გაუტოლდება, დენის ძალა კოჭაში იქნება და ამას გვეკითხებიან რა იქნება. მაქსიმალური დენის ძალა თუ I არის კოჭაში, ესე იგი სრული ენერგია ხევითი კონტური არის, ანუ მარტო კოჭა და კონდენსატორი, მეტი არაფერი არ არის. თუ მთელი მაქსიმალური დენი არის კოჭაში, მაშინ კონდენსატორზე მუხტი 0-ია. ანუ მთელი ენერგია იქნება კოჭაში, ანუ L I0 კვადრატ მეორედი, აი სადაც ეს არის მაქსიმუმი. აი ეს არის სრული ენერგია სისტემის. და თუ კოჭაში და იმაში კონდენსატორში ტოლი ენერგიებია, ეგ ნიშნავს, რომ თითოეული მათგანი ამის ნახევარია. ანუ მეორე შემთხვევაში იქნება L გამრავლებული აი ამ X-ზე, რასაც გვეკითხებიან, კვადრატში მეორედი, რომელიც არის ამის ნახევარი უნდა იყოს ეს. ანუ აი ეს იქნება განტოლება. სრული ენერგიის ნახევარი არის ეს. L ნახევრები შეიკვეცება და X-ი გამოვა I0 გაყოფილი ფესვი 2-ზე. ანუ რა დენიც არის იმის დაახლოებით 0.7 ნაწილი რა. თუთი და კიდე ტრანსფორმატორის გრაგნილი 95 ხვიისაგან შედგება, მას განჭოლავს მაგნიტური ნაკადი, რომელიც იცვლება ერთხვიაში კანონით ასეთი და ასეთი. მაშინ გრაგნილის ემძალა დროზე დამოკიდებულია კანონით. ანუ თუ ერთ ხვიაში არის 0.01 სინუს 100 პიტე, 95 ხვიაში იქნება 95 ჯერ მეტი, ხო? 0.95 სინუს 100 პიტე. და ეგ უნდა გააწარმოოთ ეთი. და ეგ იქნება ელექტრომამოძრავებელი ძალა. ანუ 95 π იქნება მაგ მომენტში. კარგი. ნინო, შენ რა გაქვს კითხვა? 5B41 რა გავარჩიეთ თუ შეიძლება? 5B41, ვნახოთ რა არის ეგეთი. 5B41. ტრანსფორმატორის გრაგნილში ერთი ხვიას რო ჩაიკეტოს, ტრანსფორმატორი გამოვა წყობრიდან. აქ რაზე არის ლაპარაკი? ჩაკეტვა რას ნიშნავს? რომ ეგ ხო სპირალია, დახვეული არის მავთული. და შეიძლება ისე მოხდეს, რომ მოდი შემეშალა 44 უნდა მეთქვა. 44? ეს არ გინდა? არ. რა განივკვეთის სპილენძის მავთული იქნებოდა საჭირო 220 კილოვატის სიმძლავრის დენის გადასაცემად 10 კილომეტრზე 220 ვოლტი ძაბვით, ისე რომ სითბური დანაკარგები 10%-ს არ აღემატებოდეს, ანუ 10% იყოს მოკლედ. სითბური დანაკარგები ჩვენ რა ვთქვით, რა არის, როცა ტრანსფორმაციით გადავცემთ, გადამცემი ხაზის წინაღობა მრავლდება დენის ძალაზე, გადაცემის დენის ძალაზე. ეხლა 220 კილოვატის სიმძლავრეა, P არის 220 კილოვატი და ძაბვა არის, გადაცემის ძაბვა არის 220 ვოლტი.
მაშინ დენის ძალა რა გამოვა? P გაყოფილი U-ზე გამოვა. 220.000 უნდა გავყოთ 220-ზე. ანუ აი ეს I იქნება 1000 ამპერი. ანუ 1000 ამპერით გადაეცემა. ანუ დენის ძალა არის P გაყოფილი U-ზე. და ეს არის 1000 ამპერი. და ამიტომ აი ეს I კვადრატი იქნება 10-ის მე-6 ხარისხი. და გვეუბნებია რომ აი ეს დანაკარგი უნდა იყოს 10% ამ 220 კილოვატისო. ესე იგი, რას მივიღებ? 10-ის მე-6 ხარისხი ამის კვადრატი გამრავლებული R-ზე, ეს არის ამის 10%, ანუ 22.000. 22 10-ის მე-3. აი ეს არის ჩვენი განტოლება და R გამოდის 22 გამრავლებული 10 - 3-ზე ომი. ეხლა ის არის, რა ქვია, სპილენძის მავთულია და 10 კილომეტრი. მეორეს მხრივ R უდრის ρ L-თან, აი აქ უნდა ჩავსვათ სპილენძის ρ, ეგ არის 1.7 - 8, როგორც მახსოვს, L უნდა ჩავსვათ 10 კილომეტრი, ანუ 10-ის მე-4, 10-ის მე-4 და გავყოთ S-ზე და S უნდა გავუტოლოთ აი 22 10 - 3. აქ ყველაფერი გაბათილდება და -4 -3 აქ -1 დარჩება. მოკლედ გამოდის S უდრის 0.17 გაყოფილი 22-ზე. აი ეგეთი რაღაც მიიღება. ამდენი მეტр კვადრატი. რომელიც სანტიმეტრ კვადრატებში რო გადავიყვანოთ, იქნება 1700 გაყოფილი 22-ზე. მოდიში ერთი წუთი. ალო. და დანიელ. Да. Ага, понятно, да. 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 Я понял, да. Да. Хорошо. Марина, да? Хорошо, хорошо. Спасибо большое. Спасибо большое, спасибо. До свидания, спасибо. Obodis gixdit ისა კარგი, მოკლედ ეს 60-ანა გასაგებია, ხო? აქ ძალიან დიდი განივკვეთი გამოდის. 1722, ну, სადღაც 10-ზე თუ რაღაც 9-9-ზე თუ რაღაცა გამოდის სანტიმეტრი. ანუ მავთული კი აღარ არის, სხვანაირად გაცილებით მეტი იქნება დანაკარგი, არა 10%, არამედ გაცილებით დიდი. ხო, კარგი, ეს 60-ანა გავარჩიეთ. მარიამ, შენ კიდე გინდოდა რაღაცა? თუ მაშინ შეიძლება 42-ს რომ გავარჩიოთ. 42, ერთი და იმავე სიმძლავრის გადაცემა ხდება ერთ შემთხვევაში 220 ვოლტით, მეორე შემთხვევაში 22 კილოვოლტი. 22 კილოვოლტი არის 100-ჯერ მეტი, ხო? ვიდრე 22 ვოლტი. ბოდიში, ვიდრე 220 ვოლტი. ანუ ერთ შემთხვევაში გადაცემის ძაბვა არის 220 ვოლტი და მეორე შემთხვევაში 22.000. ანუ U1 არის 220 ვოლტი და U2 არის 22.000, ანუ 2 ნოლით მეტი. აი ამდენი ვოლტი. და შესაბამისად, მეორე გადაცემის დროს დენის ძალა იქნება 100-ჯერ ნაკლები. როგორია გადამცემის სადენების წინაღობათა ფარდობა, თუ ორივე შემთხვევაში სითბური დანაკარგი ერთნაირია. აქ სხვადასხვა ხაზზე გადაცემენ. და აქ გადაცემის სითბური დანაკარგი ერთნაირი რო იყოს, ეგ ნიშნავს, რომ
ეს არის რა ქვია რადგან სიმძლავრეები ერთნაირია, აი აქ თუ გადაეცემა რაღაცა i დენის ზალით, აქ გადაეცემა 100-ჯერ მეტი, 100i. და ამიტომ აი ეს 100i გამრავლებული 100i-ის კვადრატი გამრავლებული r1-ზე, აი აქ რაც არის გადამცემის ხაზის წინაღობა. ეს უნდა ტოლი იყოს i კვადრატი გამრავლებული r2-ზე. აი ეს კავშირი იქნება. ანუ r2 გამოვა 100 კვადრატი 10000 r1. ჩვენ გვეკითხებიან წინაღობათა შეფარდებას. 100000 იქნება წინაღობათა შეფარდება. მას თავაზუსტად. ბოდიში 100 კი არა 10000, ჰა? სითბური დანაკარგი იგივე სიმძლავრეა? ეს არის გადაცემის ხაზზე. აი წარმოიდგინე, აქედან ეს არის ელექტროსადგური. აი ტრანსფორმატორები გავიარე ყველაფერი და აი აქედან გადავეცი ქალაქს. და აი აქ არის დანაკარგი რა, ხაზი ეს შეიძლება იყოს 100 კილომეტრი ან 500. ანუ აქ არაფერი არ არის, გზაში ვერ გამოვიყენებ და ტყილა იკარგება. აქ დანაკარგი იქნება i კვადრატი გამრავლებული r-ზე, სადაც r არის აი ამ მონაკვეთის წინაღობა. ეს არის დანაკარგი. და ამ ამოცანაში დანაკარგები უნდა იყოს ერთნაირი და ეგ ნიშნავს, რომ რადგან ერთ-ერთი დენი 100-ჯერ მეტია მეორეზე, წინაღობა უნდა იყოს შესაბამისად 10000-ჯერ ნაკლები. მოკლედ ეგ არის. მადლობა. კარგი, ნიკოლოზ, აბა მანდ რა ხდება შენკენ? ეხლა ისმის, ახლა. ისმის. დიახ, მაინტერესებს ასეთი ამოცანა. ზამბარაზე მიმაგრებული სხეულის რხევისას იმ მომენტში, როცა სისტემის პოტენციალური ენერგია 8-ჯერ მეტია კინეტიკურზე, სხეულის სიჩქარეა v. სხეულის სიჩქარე წონასწორობის მდებარეობის გავლის მომენტში უნდა ვიპოვოთ. ხო, ესე იგი, პოტენციალური ენერგია მეტია თუ ნაკლები ვერ დამიმახსოვრე. პოტენციური ენერგია 8-ჯერ მეტია კინეტიკურზე. 8-ჯერ მეტია. ანუ mv კვადრატ მეორედი არის ეს ერთი წუთით რაღაც აღარ წერს. mv კვადრატ მეორედი არის კინეტიკური ენერგია და პოტენციალური ენერგია არის 8-ჯერ მეტი. სრული ენერგია რა იქნება? 9-ჯერ მეტი არ იქნება ამაზე. აი ეს არის სრული ენერგია. არის გასაგები რაც ვთქვი ახლა. დიახ. ხო. და ეს, როდესაც გადის წონასწორობის მდებარეობას, იქ ხო პოტენციალური ენერგია ნულია, ანუ მთლიანად კინეტიკურ ენერგიაშია მთელი ეს ენერგია. აი ეს სრული ენერგია, ეს არის m v მაქსიმალურის კვადრატი მეორედი. აი ეს არის ჩვენი განტოლება. დიახ, გასაგები. და v მაქსიმალური გამოვა 3v მგონი. ანუ 3-ჯერ მეტი იმ v-ზე. დიახ, კიდევ მაინტერესებს. კიდევ მაინტერესებს ერთი ამოცანა. აბა მითხარი. გემის მცირე ვერტიკალური ხევის პერიოდია t. გემის დატვირთვის შემდეგ ხევის პერიოდი გახდა t-ჯერ ფესვი 3/2-დან. განსაზღვრეთ ტვირთის მასა. ჩათვალეთ, რომ წყლის ზედაპირთან გემის კვეთის ფართობი დატვირთუნდეს და დატვირთვის შემდეგაც არის s. წყლის სიმკვრივეა ρ, ხოლო თავისუფალი ვარდის საჩქარება ჟ. კარგი, მოკლედ აი ეს გემი არის ამ წყალზე ტივტივებს რა. და ეს ტივტივი შეიძლება ხევაში გადავიდეს, ხო? და რა იქნება ხევის პერიოდი აი ამ სიტუაციისთვის? ანუ ეს თუ ჩაიძირა რაღაცა დამატებით x მანძილზე, აქ ამომგდები ძალა გაიზრდება. ამომგდები ძალის ფორმულა როგორ არის? f ამომგდები ეს არის რო წყლის v ჩაძირვის მოცულობა გამრავლებული ჟ-ზე. და ჩაძირვის მოცულობა გაიზარდა, აი s-ი თუ არის განივკვეთის ფართობი x s-ით, ხო? ამ მოცულობით გაიზარდა. ამიტომ
ისა რა ქვია და უკან დამაბრუნებელი ძალა, აი რო ჩაიძირება ეს გემი X ესე იგი ჩაიძირება კი არა, ხევისას რო ჩავა ქვევით X-ით, უკან ამოაგდებს რა ძალა იმოქმედება. Fx-ი ტოლი არის, ну, მინუს აღარ დავწერ, გასაგებია რომ წონასწორობიდან ქვევით თუ წავიდა ძალა ზევით იმოქმედებს. ანუ მინუს აღარ ვწერ. Fx-ი ტოლი იქნება ამომგდებ ძალას გამოკლებული mg. და ეს არის რა ქვია აი ეს თუ არის v ჩაძირული წონასწორობის მდგომარეობაში, აი ეს რაც ზევით რაც ხატია მოცულობა. ამომგდები ძალა იქნება ამას კიდე დამატებული xs-ი. ანუ მაგაზე გამრავლებული, ანუ რო წინაღობა გამრავლებული v ჩაძირული პლუს xs-ი, აი ეს მოცულობა გამრავლებული ჟ-ზე. მას რო სიმკვრივე. როგორ? მას რო წინაღობა თუ რომ სიმკვრივე. წინაღობა კი არა, წყალი, წმ-წერია და წინაღობა ვთქვი. წყლის სიმკვრივე, ხო, რა თქმა უნდა, სიმკვრივე. და გამრავლებული ჟ-ზე. ოღონდ ამას უნდა გამოვაგლოთ mg. და mg არის აქ ფრჩხილებს რო გავხსნით, აი ეს პირველი ნაწილი, რო წყალი v ჩაძირული ჟ, ეგ არის mg-ს ტოლი. იმიტომ რომ წონასწორობა არის აი ამ პოზიციაში. ამიტომ დარჩება მეორე წევრი და გამოვა რომ fx-ი არის რო წყალი xsg. ანუ რო წყალი sg გამრავლებული x-ზე. და აი ეს გამოდის k-ს როლში. ამიტომ გემის რხევების პერიოდი იქნება t უდრის 2π ფესვი m-ი შეფარდებული აი ამ k-ზე, რო წყალი sg. ეს არის უბრალოდ თეორია ამ გემის მასის მიხედვით როგორი პერიოდი ექნება. ეხლა კითხვა არის, ეს დატვირთეს და პერიოდი შეეცვალა. ანუ და რას გვეკითხებიან, მასას გვეკითხებიან თუ რას გვეკითხებიან? დიახ, ტვირთის მასა.